დილამშვიდობისა დღეს 26 მარტია დილის 8 საათი და 30 წუთი პირდაპირ ეთერშია გადაცემა ერთსულოვნების დილა. სოფიო კუჭავა და გეგინე მსიწვერძე ვიქნებით თქვენთან ერთად. ყველას მშვიდობიან წარმატებულ ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნაყოფიერ და მშვიდ დღეს გისურვებთ და რა თქმა უნდა წარმატებებსაც. თუ იქნებიან ჩვენ გადაცემის სტუმრები და რა თემაზე უნდა ვისაუბროთ და შევეჩეროთ თქვენი ყურადღება ამასო და მოგვიანებით ანონსის სახით შემოგთავაზებთ. ახლა ვნახოთ საეკლესიო კალენდარი. 26 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ნიკიფორეს, კონსტანტინოპოლიელ პატრიარქს, წმინდა მოწამე საბინეს, წმინდა მოწამეებს აფრიკანეს, პუბლის და ტერენტის, წმინდა მოწამე ალექსანდრეს, წმინდა მოწამე ქრისტინეს პარს, ღირს ანინე ხუთს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. Amin. Ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენების დღეს და რაც შეეხება ჩვენი გადაცემის ანონსს. ჩვენს ცხოვრებაში უფლისთვის დროის დათმობის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ მოძღვართან ერთად. შემოგვერთდება წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. 26 მარტია დღეს და სწორედ დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. გადაცემის მსვლელობისას ვნახავთ ვიდეო კოლაჟს. მწერალ გურამ დოჩანაშვილის პიროვნებასა და შემოქმედებას გავიხსენებთ ასევე სტუმართან ერთად. შემოგვერთდება პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია. დაგჭირთ ჩვენთან ერთად. ახლა ვნახოთ ამდის პროგნოზი, როგორი ამდია მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში, ალბათ ყველას გვაინტერესებს. ასე რომ ვნახოთ ამდი და შემდგომ მოძღვართან ერთად აგიბრუნდებით. დავუნდით ეთერში შემოგვერთდა პირველი სტუმარი წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე. დილამშვიდობისა მამა თომა. დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის. დილამშვიდობის უფალი შეგვეციოს და მშვიდობა მოგცეს. დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენ ცხოვრებაში უფლისთვის დროის დათმობის მნიშვნელობაზე. პირველ რიგში რამდენად მნიშვნელოვანია რომ ამ კითხვით რომ დავიწყოთ და რა არის მთავარი მიზეზი ალბათ იმისა რომ სამწუხაროდ ეს არის კაცობრიობის პრობლემა, ხო? ვერ ვნახულობთ ვერ უთმობთ დროს ჩვენს უფალს. დილამშვიდობის
მოკლედ თუ გინდა რომ დრო დავინახოთ ისე როგორც მინდა რომ ხა ვისაუბრო, მაშინ უნდა დავივიწყოთ საათები, დავივიწყოთ კალენდრები, დავივიწყოთ წუთები და წამები და დავინახოთ დრო არა როგორც უბრალოდ მატერიალური ქმნილება და რაღაც მოვლენათა თანრიგი, არამედ როგორც რესურსი, როგორც საჩუქარი ღვთისგან ბოძებული იმისთვის რომ ჩვენ ვიყოთ ის რისთვისაც შევიქმნით. ვიყოთ ხატნი და მსგავსნი ღვთისა, ვიყოთ ბედნიერები, ვიყოთ წარმატებულები. ეს ჩვენ შეგვიძლია, ყველას შეუძლია. და თუ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში არ კონცენტრირდება მთავარზე, რისთვისაც ის შეიქმნა, ღვთის ხატებაზე და მსგავსებაზე, არ კონცენტრირდება სასუფეველზე და არ ცდის იმას, რომ საკუთარი ცხოვრების დრო, როგორც რესურსი გამოიყენოს განხრთობისთვის, მაშინ ადამიანს უბრალოდ ცხოვრება ისე გაზდის, რომ თითქოს ძინავს. და აი ამ ძინარებაში, ამ ქვეყნიურ საქმეებზე იმდენ დროს ხარჯავს, რომ თავარი ავიწყდება. თავარი ავიწყდება და ალბათ შეიძლება ისე გარდაიცვალოს ზოგიერთი, რომ გამოფხიზლება და გამოღვიძება ვერც კი შეძლოს. დრო ყველაზე დიდი დანაკარგია. იონე ოქროპირი ამაზე პირდაპირ საუბრობს. ყველაზე დიდი დანაკარგი არის დრო. რატოა დანაკარგი? იმიტომ რომ გვაკარგვინებს ყველაზე მთავარს, საკუთარ თავს, ბედნიერებას. დარწმუნებული ვარ, ეხლა მაყურებელი დრო ვინც გვიყურებს და ვინც გვისმენს, ერთხელ მაინც იგრძნობდა თავის ცხოვრებაში რა არის დაკარგული დრო და დაკარგული დროის ფას. ერთხელ მაინც შეიგრძნობდა. და ჩვენი ცხოვრების დროს თუ შევხედავთ ისე ხატოვნად, რომ თითქოს ის იყოს ტილო, რომელზეც ჩვენი ცხოვრების ნახატი უნდა დავხატოთ. ხოლო ჩვენი არჩევანი და ჩვენი მოქმედებები თითქოს ის საღებავია, რომლითაც ეს ტილო იხატება, საბოლოო ჯამში რაღაც სურათს ვიღებთ ყველანი ინდივიდუალურად. მე პირადად ვისურვებდი, რომ ჩემ ცხოვრებაშიც, თქვენ ცხოვრებაშიც და აი ხლა ვინც გიყურებს, იმ ადამიანის ცხოვრებაშიც ისეთი ტილო დახატული იყოს ცხოვრებისა, რომლითაც თვითონაც გაიხარებს, ღმერთიც გაიხარებს და მოყვასიც გაიხარებს. და ეს მხოლოდ მაშინ მიიღწევა და ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ადამიანი გაიღვიძებს, როცა ადამიანი იტყვის, რომ მე კი მაქვს ეს დრო, მაგრამ რაში ვხარჯავ, ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ დროს არ ვკარგავთ. უბრალოდ არ გვინდა შეიძლება რაღაცეები. დროის დაკარგვა სინამდვილეში შეგრძნება არის ჩვენ რასაც ვიღებთ, მაგრამ იცით რას ეფუძნება? ეფუძნება იმ ამბავს, რომ უბრალოდ ავირჩიეთ ისეთი რაღაცის კეთება, ისეთ რაღაცაში ჩვენი დროის ხარჯვა, რომელიც სინამდვილეში არაფრის მომტანი ყოფილა, ამის შემდგომ გრძნობთ ჩვენ დროის დაკარგვის შეგრძნებას. და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც იცოცხლა გარკვეული დრო და უცბად აღმოაჩინა, რომ მას დრო რაც ქონდა ცხოვრების, უბრალოდ ისე დაუხარჯავს, რომ თავარ მიზანს ვერ მოახმარა, არასწორი ფსონი დადო, არასწორი არჩევანი გააკეთა საკუთარი დროის ხარჯვის. წარმოიდგინეთ, როგორი ცუდი იქნება მისი განცდები. არავის არ ვაშინებ, უბრალოდ რეალობა ესეთია. ჩვენ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში 5 წუთზე, 10 წუთზე ან 1 საათზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რისთვის დავხარჯე ეს დრო და ამის გამო ცუდად ვიგრძნოთ თავი. წარმოიდგინეთ ადამიანი სამწუხაროდ თუ მან მთელი ცხოვრება ასე უაზროდ და უნიშნელოდ გაატარა. შეიძლება ადამიანს ერთი მთავარი დროის ქურდი არსებობს, ესეთი დროის ქურდებიც არიან. მარტო ისე ქურდები კი არ არიან, დროის ქურდებიც არიან და აი მაგალითად რა არის დროის ქურდი? სიზარმაცე დროის ქურდია. დიახ. ბევრ საქმეზე მიდებმოდება დროის ქურდი. მთავარი რა გასაკეთებელი ამას თუ არ აქცევ ყურადღებას, ეგ ეს დროის ქურდია. ხვალ დავიწყებ, ეს დროის ქურდია. ორშაბათიდან ვიწყებ, ესეც დროის ქურდია. ბევრი დროის ქურდი გვყავს. და სინამდვილეში ეს დროის ქურდები, რომელიც ჩვენ ცხოვრების დროს ვყარავენ, აი იმ წუთებს, წამებს და საათებს და კალენდრის დღეებს კი არ ვყარავენ. ფსონი გაცილებით დიდია. ისინი მარადისობას ვყარავენ. იმიტომ რომ დრო, თითოეული წამი, თითოეული წუთი, ეს არის თითოეული საფეხური კიბისა, რომლითაც ჩვენ ზეცამდე უნდა ავიდეთ. რომლითაც ჩვენ სასუფევლამდე უნდა ავიდეთ. დრო ეს არის თითო აგური, რომლითაც ჩვენი სულისთვის მყუდრო და მტკიცე სახლი უნდა ავაშენოთ, რომელშიც ჩვენს ბედნიერები ვიქნებით და ჩვენს გარშემო მდგომ ადამიანებსაც ბედნიერებას მივანიჭებთ. დრო ეს არის საშუალება ამ წუთიერიდან მარადისობაში შეხვიდე, ოღონდ არა როგორც წაგებული, არამედ როგორც გამარჯვებული, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი. ის რისთვისაც ღმერთმა შექმნა.
ასე რომ ჩემთვის პირადად დრო მარტო კალენდარზე არსებული დღეები, მარტო წუთები და წამები არ არის. ის არის საშუალება რეალიზდე და გავხდე ის, რათაც ღმერთმა მე ჩამიფიქრა, რისთვისაც ღმერთმა მე შემქმნა და რისთვისაც მომსადრო როგორც ნიჭი და როგორც საბოძვარი ჩემი და სხვების ბედნიერებისთვის. ამიტომ ფაქტობრივად ისაუბრეთ იმ შესახებ, თუ რა შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, როდესაც უფლისთვის ვერ გამონახავს დროს, ხომ? მაგრამ მოდით რჩევაც მოგვეცით და დაგვარიგეთ თქვენ როგორც მოძღვარმა, როგორ უნდა გამონახოს ადამიანმა დრო, როგორ უნდა შეაჩვიოს და შეამზადოს თავი სწორედ ამ მარადისობისთვის და როგორ შეაჩვიოს და გადაანაწილოს დღე ისე, რომ თუნდაც 5 წუთი, 10 წუთი გამოყოს უფალთან ურთიერთობისთვის. შეიძლება ვთქვათ, თავდაპირველად დავიწყოთ მართლა 5 წუთით და ყოველდღიურად მერე გავზარდოთ ეს დრო ხო მოცემული, ასე ვთქვათ 10 წუთით, 15 წუთით შეიძლება თავიდანვე ყველამ ვერ შეძლოს ის, რომ ლოცვები, რომელიც არის მოცემული, დილას წასაკითხი ლოცვები, საღამოს ლოცვები და ასე შემდგომ თავიდანვე ვერ აუწყოს ამ ყველაფერს ფეხი. შეიძლება დაიღალოს და იგივე დროის მპარავი სიზარმაც შეეპაროს ადამიანს, ხომ? მაგრამ შეიძლება თავიდან სულაც დავიწყოთ იმით, რომ ეს 5 წუთი ჩვენ თავად, ჩვენი სიტყვებით მივმართოთ უფალს და შემდგომ უკვე ლოცვის მეშვეობით გავაგრძელოთ უფალთან ურთიერთობა. აი თქვენი რჩევები როგორია მამათო? ჩემი პირადი რჩევების რა გითხრათ, ალბათ ჩემ გამოცდილებას ვერ დავარქმევ ამას, იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება თუ რამეა ის სინამდვილეში ეკლესიის და სხვა ადამიანების გამოცდილებაა, რომელიც ჩემთან გაზიარდა. მე მხოლოდ ინფორმაციის მიმღები ვარ ამ შემთხვევაში და მე გამცე. ახლა მოდი ერთი რამე ვთქვათ. რას თქვენ თქვით, გეთანხმებით ყველაფერში გარდა ერთისა, რომ ჩვენი დრო თითქოს უფალს უნდა დაუთმოთ. უფალს კი არ უნდა დაუთმოთ. საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ დრო. უფალს ჩვენი დრო არ ჭირდება. ჩვენვე გვჭირდება ჩვენი დრო. ცოდნას კი არ ჭირდება დრო. ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ცოდნა მივიღოთ. უფალს კი არ ჭირდება დრო. ჩვენ გვჭირდება დროის სწორად გამოყენება, რომ უფალი გავიცნოთ. მასთან ვიმეგობროთ, მისი ხატი და მსგავსი გავხდეთ. და ერთ-ერთი ქურდი მართლა ესეთია დროისა, რომელიც ამბობს, რომ რა აზრი აქვს 5 წუთი ლოცვას, რა აზრი აქვს ერთი დღე მარხვას, რა აზრი აქვს სახარებიდან ერთი თავის კითხვას. ეგ ისეთი ცოტაა, ეგ ისეთი პატარაა, რომ შედეგს არ მოგიტანს. ეს დროის და წარმატების და ბედნიერების ძალიან მნიშვნელოვანი ქურდია, რომელიც ადამიანს თააგონებს, რომ პატარა ნაბის აზრი არ აქვს. და სინამდვილეში ქრისტემ რა გვასწავლა? რას გვასწავლის სახარება? დაიცავით მცირე და თქვენ მოგეცემათ დიდი. ვინც დაიწყებს ცირის დაცვას, ვინც დაიწყებს მცირედით შესრულებას საკუთარი განხრთობის, თეოზისის პროცესისას, ის აუცილებლად დიდსაც შეძლებს. წეგან ხო თქვით, რომ დრო ეს ერთგვარი კიბია მარადიულობამდე და სასუფევლამდე. ვინც პირველ ნაბიჯს გადადგამს ამ კიბეზე, მეორესაც შეძლებს. მერე მესამესაც შეძლებს. შეიძლება ფეხის დაუწდეს, ჩამოვარდეს, მაგრამ გამოცდილება როცა აქვს უკვე წინსვლისა და იტყვის, რომ მე ხო მარტო არ ვარ ამ გზაზე. ჩემთან ხომ უფალი და ღმერთს მოუხმობს შველისთვის, უფალი ხელს მოკიდებს მას და დაეხმარება ამ კიბეზე ასვლაში. ეხლა მოვა ივანე კიბის აღწერელის ხსენება და ამ საკითხზე ბევრი უნდა ვიფიქროთ. კიბეზე ასვლა დროის სწორი მიმართვის და მართვის გარეშე შეუძლებელი. ზოგჯერ ადამიანები ფიქრობენ, რომ დროის მართვა ნიშნავს ბევრი საქმის კეთებას. ეს ტყუილია სინამდვილეში. დროის სწორი მართვა ბევრი საქმის კეთება კი არა, რაც საჭიროა იმ საქმეზე კონცენტრირება და იმ საქმის კეთება. ახლა ჩვენ ხო ეთერში ვზივართ. და ჩვენ რო ვთქვათ ახლა, რომ ჩვენ ახლა ჩვენი ცხოვრება რო ნაყოფიერად ვაქციოთ, მოდი ახლა ბევრი რამ მოვასწროთ აი ამ ეთერში და ავდგეთ და რავი, თან დალაგება დავიწყოთ, თან ვილაპარაკოთ, თან ოპერატორს მივეშველოთ, თან სამონტაჟოში შევიდეთ, თან ბევრ რაღაცას რომ მივედმოვედოთ და დავკარგოთ ჩვენი ხაზი. ეხლა სადაც ვართ ის, საბოლოო ჯამში შედეგს ხო ვერ მივიღეთ. ცხოვრებაც ესეა. ანუ ბევრ რაღაცაზე მოდება ბჭყალებში ეს სიტყვა. ანუ ბევრი კონკრეტული გრძელვადიანი მიზნის დასახვა და ამ მიზნებში გაბნევა ხშირად შეცდომას იწვევს ადამიანში. ჩვენ თავარია რაღაც კონკრეტულზე კონცენტრირდეთ და თუნდაც 2 წამი, ანუ 2 წუთი, 5 წუთის ბევრია ხშირად, აი 2 წამი ან 2 წუთი დაუთმოთ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტას. რას ამბობს მოციქული პავლე? გაუფრთხილდით დღეებს, გაუფრთხილდით დროს, უпростоრეთ, რამე თუ დღენი ბოროტნი არის. სინამდვილეში ჩვენ ცხოვრების განმავლობაში დროს არ უფრთხილდებით და დღის განმავლობაში
ჩვენი ცხოვრების სიბოროტეები, რაც ნერვიულობა, წარუმატებლობა, განსასწრებელი პრობლემები ყოველდღიური იმდენად მოქმედებენ ჩვენზე, რომ თავარს გვავიწყებენ. მართლა ესეა ჩემო ძვირფასებო. ამიტომაც ვალდებულნი ვართ გაუფრთხილდეთ დროს. ეს ეფესელთან მიმართ ეპისტოლეშია მე-5 თავის, მე-15, მე-16 მუხლებით. თუ წაიკითხავთ, ნახავთ პირდაპირ წერს ამას მოციქული პავლე. კოლასელებს ეუბნება, რასაც აკეთებთ ყველაფერი მთელი გულით გააკეთეთ, თითქოს უფლისთვის აკეთებდეთ. ეს რას ნიშნავს? აი კონკრეტულად 2 წუთი თუ ავირჩიეთ, ან კონკრეტულად 3 წამი პირდაპირ გაგებით თუ ავირჩიეთ და იმ დროში კონცენტრირდით მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი არსებით კონკრეტულ საქმეზე, თუნდაც ამ ჭიქის იქით გადადგმა იყოს და საკუთარ თავს უთხარით, რომ თითქოს ეს ზუსტად ის საქმეა, რასაც უფლისთვის, ქვეყნისთვის და ნამდვილი წარმატებისთვის ვაკეთებთ, ხარისხიანად გავაკეთებთ მე. ოღონდ ისე გავაკეთებთ, რომ სიმძიმედ კი არ გვექცევა და კი არ დავიღლებთ. პირიქით გავიხარებთ, შეგვერგება. აი წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც თამაშობს. და ჩვენ რო უთხრათ ახლა რომ ბავშვებო თქვენ რა ვიცი დაიღალეთ ამ თამაშით მარტივია მე რამდენჯერ ბავშვებისთვის მithქვავს რომ არ დაიღალეთ თამაშისთვის და მე მიხურებენ და არა მეუნებიან და მე ჩემი თავი გამხსენებია თამაშით როგორ შეიძლება დაიღალო აი ბავშვი იმდენად არის მაგ დროს ჩართული და თავის ცხოვრების დროს და ემოციას და განცდას იმდენად სრულფასოვნად დებს ამ პროცესში რასაც თამაში ქვია რომ იქიდან ჩვენ ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ ყველა საქმე სინამდვილეში თუ ისეთივე გუწფელობით და მონდომებით ვაკეთებთ როგორც ბავშვს რო უყურებთ რომ მთელი გული თამაშობს დამიჯერეთ რომ ჩვენი ცხოვრების ის დრო ისეთი მიზანმიმართული იქნება არც დავიღლებით და გავიხარებთ კიდევაც მაგალითად მარხვას თუ შევხედეთ ისე როგორც ტვირთს მასში სიხარულს და აი ამ დინამიკას სიხარულისას კი ვეღარ გზნობთ არამედ ტვირთად გვექცევა და ვფიქრობთ რომ ახლა რა იმარხულებს კაცო ახლა 40 დღე მომარხულე ხო მაგრამ როგორც კი მას შევხედავთ როგორც ჩვენი სულისთვის სასარგებლო პროცესს როგორც ბავშვი უყურებს თამაშს როგორც კი მასში ჩვენ განვითარებას და სიხარულს დავინახავთ დამიჯერეთ რომ მარხვის 40 დღე ისე გავა რომ თან სიხარულს მიიღებ თან სიამოვნებას მიიღებ, თან მართლა გაიზდები, თან მართლა რაღაც ახალ უნარს შეიძენ, ახალ რაღაცას დაინახავ, შენი ცხოვრების კიბეზე ახალ საფეხურს დადებ, შენი სულის ყუდრო სახლის ასაშენებლად ერთ აგურს შემატებ და ამგვარად ბედნიერი და წარმატებული იქნები. რას ამბობს უფალი, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით წუხარენი, ზეთი იწყეთ. მადლი მიიღეთ, სიხარული მიიღეთ და სხვასაც პოზიტიური ენერგია გადაეცით. ეს სინამდვილეში ესეა. მარხვაში თუ თავი დავხარეთ და გულში ჩავიხედეთ, ეს ჩვენთვის უნდა ვაკეთოთ. მარტო როცა განმარტოვდებით მაშინ. თორე ადამიანების წინაშე თავდახრილნი და გულჩათხრობილნი და არიქა ეხლა მარხვა და არ გელაპარაკები, ეს პროცესი არ შეიძლება. ხა მარხვას რატო შევეხე? იმიტომ რომ ეხლა მარხვა. და შეიძლება ვიღაც ადამიანი გვიყურებს ამ წუთას და ფიქრობს, რომ აგერ მარხვის ნახევარი გავიდა უკვე განზოგება. და არ დამიწყია მარხვა და რაღა აზრი აქვს ჩემ მარხვას. ვიღაც შეიძლება ასე ფიქრობდეს. პირდაპირ ვეტყვი რომ აქვს აზრი. დღეს დაიწყეთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის. სინამდვილეში ჩვენ სინამდვილეში მხოლოდ დღეს ცხოვრობთ. და თუ რაღაცას ხვალისთვის გადავდებთ, ის შეიძლება დაკარგული იყოს. წმინდა მამები პირდაპირ ამბობენ. მხოლოდ ერთი დღეა ჭეშმარიტი, დღეს. გუშინ და ხვალ დაკარგული. იმიტომ რომ თუ ხვალეზე ფიქრობს ადამიანი დღევანდელი დღე ისე გაეპარება, ხვალისთვის ვერ მოემზადებ. რას ამბობს უფალი? ნუ ზრუნავთ ხვალისთვის, ხვალემ თავისთვის თვითონ იზრუნოს. თქვენთვის დღევანდელი საზრუნავი საკმარისია. და თუ ადამიანმა თავისი დღე ვერ დაგეგმა ისე, რომ დილით 2 წუთი ილოცოს, არ უნდა ნახევარი საათი, 2 წუთი ილოცოს, მერე გზაშიც უფალს დაელაპარაკოს. მოყვას მიზანმიმართულად გვერდში დაუდგეს, სიკეთე გაუკეთოს. სულიერ განვითარებაზე კონკრეტული რეალური ნაბიჯი გადადგას არჩევანით. მაშინ დღე ისე გაიპარება რომ ჩვენ ზეცამდე მისასვლელ კიბეზე ვერ გადავდგავთ ნაბიჯს. მაშინ დრო ისე გაიპარება რომ თითქოს ჩვენ სულს ეძინა და მე გვიანი იქნება განვლილი დროის გამოსწორება. ამიტომ სარამდროა უნდა უთხრათ სულს, რა უნდა უთხრათ? განიღვიძე სულ. განიღვიძე სულო ჩემო, სადამდე გძინავს. გაიღვიძე. უნდა გავიღვიძოთ. სულ ძილი არ შეიძლება. ფიზიკურ ძილს არ გულისხმობ ამ შემთხვევაში. სულიერ ძილს გულისხმობ და სულიერი ძილი არის ძილი პროცესი, როცა ამ ქვეყნიურ საქმეებში ხარჯავთ ჩვენ დროს და რეალურად
ჩვენი რეალური დანიშნულებისთვის არ ვიყენებთ მას. მამა თომა, ბავშვები ახსენეთ და საინტერესოა, როდის ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში აი ეს ცნობიერება, აი ამ ყველაფრის აღქმა, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, რომ დროს სწორად გადავანაწილოთ უფალთან ურთიერთობა, რომ აუცილებელია. როდის იწყება ამ ყველაფრის აღქმა, ეს არის დასწავლადი თუ შეუძლია ბუნებრივად შეიძინოს ადამიანმა ეს კონდეს უпростоრად ბუნებრივად თავის ცხოვრების განმავლობაში. აუცილებელია თუ არა აქ ოჯახის ჩართულობა, მშობლის, სულიერი მოძღვრის. ხო, როდის ხდება ეს ალბათ უფრო ინდივიდუალური ამბავია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდია. მაგრამ ეს დასწავლადი უნარი რომ ამაზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას. შეძენადი უნარი რომ არის. და ისიც უნდა ითქვას რომ შეძენადი იმდენად არ არის, რამდენადაც ჩვენში ეს პოტენციალი ღმერთმა უკვე ჩადო. ბევრი მოძიება და ძებნა არ გვჭირდება. უბრალოდ პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ეს უნარები გავაცოცხლოთ ჩვენში. ეს ნიჭები ჩვენში დევს. თავარია მიწაში არ ჩავთვლათ. თავარია უბრალოდ ვაქმნიოთ, ანუ გამოვიყენოთ პრაქტიკაში. მშობლების მხრიდან მაგალითის მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ხშირად თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებით მატერიალური საკითხები ჩვენს ყურადღებას ძალიან ითხოვს. მშობლებს აღარ რჩებათ რეალურად დრო ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ბავშვებს არ აქვთ ჭყალებში დრო ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. ადამიანები ამბობენ, რომ დრო არ მაქვს, რომ ეკითხები წირვაზე, რატომ არ მოდიხარ, რატო არ ეზიარები ქრისტეს, რატო არ ცდილობ შენი სულის ცხონებაზე ფიქრს, ამბობენ, რომ დრო არ აქვთ. და ქრისტიანობას რო თავი დავანებოთ, წავიდეთ ცოტა აღმოსავლეთით. ლაოძი რას ამბობს? დრო ქმნილება. და ვინც ამბობს, რომ დრო არ მაქვს, ის იტყუება, რადგან დრო აქვს, მაგრამ უბრალოდ არ უნდა. პირდაპირ ლაოძი ამას ამბობს. ქრისტიანული იდეოლოგია ხო არ არის? სოფლიო მოაზროვნეები ყველანი ამას ამბობენ. ძველი ფილოსოფოსები ბერძნები ამას ამბობდნენ. რომ დრო ქუჩის საათია და თითოეული მარცვალი განუმეორებელი წამი. და ის რომ ჩამოვარდება ამ ქუჩის საათიდან, შენ მას რაში იყენებ, ამაზე უნდა იფიქრო. ერთი ესეთი ფილოსოფიური ვარჯიში არსებობდა თურმე ადრე მოსწავლეს დააყენებდნენ ქუჩის საათს დააჭერინებდნენ ხელში და ეს იყო მისი ამოცანა რომ დაკვირვებოდა როგორ იცლება ეს ქუჩის საათი. ეს იყო მთელი გაკვეთილი. და ანუ აქ რას უნდა მიუხედროდა ის მოსწავლე ახალგაზრდა რომელსაც ფილოსოფოსობა სურდა დროის ფასს უნდა მიუხედროდა როგორ მიიდის დრო და ყოველი ქუჩის მარცვალი როგორი უნიკალური და განუმეორებელია. ოღონდ თავარი პირობა იყო ამას უკან აღარ ატრიალებინებდნენ რომ დაიცლებოდა ეს გაკვეთილი მთავრდებოდა. და ჩვენ ხშირად ბავშვებს ალბათ უნდა მივცეთ მაგალითი პირადი ურთიერთობისა. აი ზოგჯერ რა არის, ცით, მშობელი ტელეფონშია, ბებია ტელეფონშია, ბაბუა ტელეფონშია, ძმა ყველა ტელეფონშია და ბავშვი რო უყურებს ახლა ამ პროცესს, პიროვნული ურთიერთობები იკარგება ერთმანეთთან. უნდა ავდგეთ და მიზანმიმართულად გამორთოთ ხანდახან ეს ტელეფონი, უბრალოდ გვერდზე გადავდოთ როგორც არის და დაუთმოთ ჩვენი დრო უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობას ოჯახში. პირდაპირ გეუბნებით პრაქტიკულ რაღაცას. ადამიანები დღეს ოჯახებში საკვებს ისე ჭამენ, ანუ ისე სუფრასთან აღარ ატარებენ ერთმანეთთან დროს. უბრალოდ საკვების მიღებაზე არიან გადასულნი, ჩავიხედოთ ყველამ გულში მაყურებლები ხო იყურებენ. რა ხდება ოჯახში? ერთად ხდებით, საუბრობთ, ერთმანეთს დროს უთმობთ, ან ღმერთთან ურთიერთობას დროს უთმობთ. ყველა მამამ უნდა უთხრას ეს თავის თავს, რომ რა მაგალითს ვაძლევ მე შვილს. ლოცვის მაგალითს ვაძლევ, ერთმანეთთან ურთიერთობის მაგალითს ვაძლევ, საქმის კეთების მაგალითს ვაძლევ, ცხოვრების დროის დაფასების მაგალითს ვაძლევ. ყველა დედამ უნდა უთხრას ეს თავის თავს. ჩემ შვილს როგორ ვექცევ? ყველა დედამ და მამამ უნდა უთხრას თავის თავს ჩვენი ურთიერთობით. რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ შვილს? აი ოჯახს ეს დანიშნულება. ყველა დეტალი ბავშვი კოპირდება. ჩვენ რო ბავშვს ველაპარაკო და უთხრობთ შვილო ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, ესე უნდა გააკეთო, იმდენის მომცემი არაა, როცა უბრალოდ დაანახებ რა უნდა გააკეთო. რო დაანახებ, უფრო მეტი მოქმედება და მეტი ძალა აქვს მას, ვიდრე საუბარს. თეორიული მასალა, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ მე თუ პრაქტიკაში არ ვაკეთებ ამას. მაშინ რა აზრი? თუმცა ერთია ოჯახის მაგალითი, მამათომა და მეორე არის უკვე ბავშვი, რომელიც კი გარკვეულ ჯგუფებში ხვდება, ხო ეს იქნება ბაღი, ეს იქნება სკოლა, უნივერსიტეტი და ასე შემდგომ, ხომ გარშემოქმედები და არ შეიძლება არ ვთქვათ ის, რომ მათი ზეგავლენის ქვეშაც ექცევა და თავისთავად ადამიანი ყალიბდება ამ ურთიერთობებით, ხო? ჩემმა შვილებმა ბილწი სიტყვები რომ თქვეს, პირველად რომ გავიგე მათგან, ეს იყო მას შემდგომ, რაც ბაღში შევიყვანე. დიახ. ანუ ეს ბუნებრივი პროცესია.
ჩვენ გარემო რო არ გვაქვს სუფთა ეს ვიცით. ამან უნდა შეგვაშინოს, არ უნდა შეგვაშინოს. მაგრამ თუ ჩვენ ოჯახიდან წარმოიდგინეთ აი ამ გარემოში, რომელიც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენთვის, თუ ოჯახიდან მაინც არ მივეცით ზურგი და ოჯახიდან მაინც არ მივეცით ის ფუნდამენტი, რომელზეც მე სწორად განვითარდება, ცხოვრების დროს ისე გაატარებს დამერწმუნეთ, რომ რისთვის იცხოვრა იმ ბავშვმა თვითონაც ვეღარ მიხვდება, თუ ოჯახმა ამის მაგალითი არ მისცა. ავით შეიძლება ოჯახს ძალიან დიდ პასუხისგებლობას ვანიჭებ ახლა ამ საუბარში, მაგრამ ობიექტური რეალობა ესეთია. ზოგჯერ ისეც მომხდარა, რომ ბავშვს უსწავლებია აქეთ ოჯახისთვის, ესეც მომხდარა, მაგრამ ეგეც ხო ოჯახია. ანუ ოჯახში დედა ასწავლის ბავშვს თუ ბავშვი ასწავლის დედას თუ მამას, ეს მაინც ოჯახია და ოჯახის ღირებულება. და ერთმანეთთან ურთიერთობაზე არის საუბარი, წეგან თქვენ რაც ძალიან შეიძლება ის რაღაც თვისებები შემოიტანოს ოჯახში გარედან ბავშვმა და შემდგომ უკვე მშობლებზე არის სწორედ ის პასუხისმგებლობის წილი, რომ ის რა ინფორმაციაც მან დღის განმავლობაში მიიღოს, შემდგომ ეს გადამუშავდეს და გადახარისხდეს სახლში, ხო და დადებითი რაც არის, იმაზე გამახვილდეს ყურადღება და უარყოფითი რაც არის, განუმარტონ თუ რატომ არის ეს უარყოფითი ქცევა იქნება. იცით რომელი ოჯახი სადაც ესეთი ამბები ხდება? ბატონო. ეხლა რასაც ლაპარაკობთ, იცით ეგეთი ოჯახი სადაც ეგეთი ამბები ხდება? მაინტერესებს. სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება მამათომა ალბათ ასეთი ოჯახები რომ არიყვნენ. რეალურად არსებობენ ესეთი ოჯახები. და თუ ესეთი ოჯახები არსებობენ და ვიღაცამ შეძლო, ისე ყველა შეუძლია. და მე პირდაპირ ვიტყვი რომ ბავშვს წეღარ რომ მაგალითი თქვი, ცუდი შემოიტანა სახლში თქო. ცუდის გარდა იცით რამდენი კარგი მოაქვს? ანუ არ არის ეგრე, ოჯახი ცოცხალი პროცესი აღონდა. ამას ჩვენ ისიც როდის მივხვდებით ბავშვისგან, ის ცუდის მომტანია თუ კარგის მომტანია, ან ჩვენ რჩევას იცით როდის მივცემთ, ცუდი რა არის და კარგი რა არის, როცა მასთან დროს გავატარებთ. როდესაც თუ ურთიერთობა ჩვენ დროს არ უთმობთ მას და დროს არ ხარჯავთ მასთან ურთიერთობაში, მაშინ ამას ვერ მივხვდებით, მან ცუდი მოიტანა თუ კარგი მოიტანა. თორე უამრავი მაგალითი ვიცი, ბავშვს კარგი მიუტანია ოჯახში და ამას შეუცვლია მისი ცხოვრება. და ოჯახის წევრების ცხოვრებაც. ხა ჩვენ რომ ძირითადად სათქმელს მაინც არ ავსდეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ დრო ეს არის პირდაპირი საშუალება ჩვენი განხორციელებისა. დრო ეს არის ის ნიჭი, რომელიც უბრალოდ უნდა გავაცოცხლოთ ჩვენში და არასდროს არ უნდა მივცეთ ჩვენს ცხოვრებას, ამ ქვეყნის პრობლემებს, განსასწრებს. იმის საშუალება რომ ჩვენ დრო დაგაყარგინოს. ჩვენ შეგვიძლია აი ხა ვინც გვისმენს პირდაპირ ვეტყვი, შენ შეგიძლია ღმერთთან ერთობით იყო ბედნიერი და გახდე ღვთის ხატი და მსგავსი. გახდე ბედნიერი შენც და გახადო ბედნიერი სხვაც. ეს შეგიძლია, იმიტომ რომ ღმერთი შენთანა. ეს ყველას შეუძლია. თავარი ადამიანმა არ უთხრა საკუთარ თავს, რომ მას არ შეუძლია ღმერთთან ყოფნა. არ შეუძლია იყოს ის რისთვისაც ღმერთმა შექმნა. ეს არ უნდა უთხრას ადამიანმა თავის თავს. უფალი რას გეუბნება? პირველად ეძებდით სათასასუფეველს და დანარჩენი შეგეძინებათ თქვენ. აი ეს პირველად ეძებდით სათასასუფეველს ზუსტად პროცესს ნიშნავს, რომელშიც ჩვენ მართლა უნდა ვეძებოთ სასუფეველი, ჩვენი სული გამოვაღვიძოთ და დავიწყოთ ის კეთილი საქმეები და ის წინსვლა, რომელიც აქამდე შეიძლება არ ქონდა დაწყებული. მამათომა, კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს რჩევებს, ჩვენი საუბრის ბოლოს, რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და სასაუბრო თემა, რა არის თავარი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ გამონახოს უფალთან ურთიერთობისთვის ეს დრო. ქვიში საათი დაიჭიროს თქვა ხა ხელში რო თქვა და გადმატერიალოს თქვა ალბათ კარგი მაგალითი იქნება. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მსგავსად. თავარი ხა მართლა რა არის, იცით? გულში უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და გულწრფელად კითხოს თავის თავს, რა უნდა? უნდა ღმერთი? უნდა აბედნიერება? მაშინ ადგეს და გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, всё დამთავრდა. რა არის, იცით? ჩვენი გული არის ადგილი, რომელიც ხარითია სავსე და ხარითია სავსე. და ჩვენ უბრალოდ თუ გულს გავათავისუფლებთ იმისთვის, რომ იქ ღმერთი შევიდეს, ღმერთი შევა და სულიწმიდის მადლით იმხელა ძალას მისცემს ჩვენს პიროვნებას და ისე გაანწმენს ჩვენს გულს, ჩვენს გაგვიკვირდება. უბრალოდ უნდა დაუთმოთ ღმერთს. როგორ გეუბნება წმინდა წერილი? დაუთმე ღმერთს. ხნე იყავი და გაძლიერდი. ნუ შეგეშინდება. დაუთმე გული შენი უფალსა. პირდაპირ გეუბნება წმინდა წერილი. მეტი რა ქნას ღმერთმა. რაც ჩვენთვის, ჩვენი წარმატებისთვის, რეალურად ჩვენი ბედნიერებისთვის და კაცობრიობის ბედნიერებისთვის საჭიროა, ყველაფერი დაგვიწერა და მოგცა.
და ის მამთომ რაც საუბრობდით ხო ოჯახის ურთიერთობა, ოჯახის წევრების ურთიერთობაზე, იგივე არის აბსოლუტურად ჩვენი ურთიერთობა მოძღვართან, უფალთან, როდესაც ტაძარში ვივლით, როდესაც მოძღვარს ვესაუბრებით, როდესაც ლოცვებს ვკითხულობთ, სახარებას ვეცნობით. ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში თავისთავად, რომ ის არასწორი ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ, შესაბამისად გავიაზროთ და სწორი მიმართულება და სწორი ვექტორი ავირჩიოთ და შესაბამისად თავისთავად უკვე გამოვნახავთ დროსაც მოძღვარს ასე ვეძახით მამას. მამა, თუ შვილი და მამა არსებობს, უკვე რა არის? ოჯახია. ჩვენ როცა ოჯახზე საუბრობდით, წეღან საუბარი ისე წავიდა, რომ კონკრეტულად ცოლი, ქმარი და შვილის ოჯახზე ვისაუბრეთ, თორე ეკლესია ოჯახია. ოჯახია, ყველაზე დიდი ოჯახი. ჩვენ ერთი ოჯახი. ეხლა ვინც გვისმენს, გვიყურებს, ქრისტიანი ვინცა, ყველა ჩვენი ოჯახის წევრია. და ჩვენ მამისგან შვილს ან შვილისგან მამას სიყვარული და ვერჩი დგომა აუცილებლად უნდა გამოუხატოთ და დაუთმოთ დრო ეკლესიაში მოძღვართან ურთიერთობას, ერთმანეთთან ურთიერთობას, ერთმანეთის სიყვარულს და კეთილსაქმეებს. ძალიან დიდი მადლობა მამათა მომბრძანებისა და საინტერესო საუბრისთვის დაგემშვიდობებით. წმინდა 9 ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი თომა ცეცხლაძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი. 9 საათია, ერთად ავღვევინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით გადაცემის სხვა სტუმართან ერთად. დიდება მაღალთა შინომეცა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემო. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებნე ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ
და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამე თუ უკეთ უმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს, მსხვერპლი ღმრთის არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს, კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლის სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. გრძელდება ერთსულუნების დილა.
დღეს 26 მარტია, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. ვნახავთ ვიდეო კოლაჟს და აუცილებლად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ბატონ გურამზე სტუმართან ერთად. ნებისმიერი მიმართულების შემოქმედა იქნება ეს პროზაიკოსი თუ პოეტი თუ მხატვარი თუ კომპოზიტორი და არქიტექტორი თავისი ამშენებლობით და უნდა იყოს ისეთი მათი ნაწარმოები რომ მკითხველი თუ მომსმენი თუ მნახველი რომ გახდეს უკეთესი ვიდრე არის. ცოტა ნავადყოფარი ვიყავი და არ გამიშეს ეზოში, რაღაც ნაწვიმარი იყო და ცოტა ცრიდა კიდევაც და მე გამიფრთხილე. ძალიან გულმოსული დავძექი ფანჯერაზე და ვინც არ გამიშვა იმათ ჯინსზე ჩემი ოჯახის, ვითომ დავდიოდი გუბეებში და ვატყაბუნოდი ფეხებს და სულ გავიწუწეთ. ჩვენთან აი ბავშვობა საბედნიეროდ უბრალოდ დიდხანს გრძელდებოდა საბედნიეროდ. ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი. და მე საერთოდ თანდათან ვწმუნდები, რომ ადამიანისათვის ჭკუა აუცილებელია. უთმესმა ბრძანა, რომ აი სასურველია რომ ჩვენმა ხალხმა ქართულობა მიკითხოს მეტიო და განსაკუთრებით ახალგაზრდობიდანვეო, ახალგაზრდებმაო და განსაკუთრებით უნდა იქნებოდა ბიბლიაო და განსაკუთრებით ახალი ართქმაო. დედამიწა სიყვარული ატრიალებს, ამას ხوار ჩავწერდი სკოლაში, რომ ბიბლიაში იგულისხმება, მაგრამ ეს ღმერთის ის არის გამეორება დაცინებამდე დაწოლისას ყოველთვის არის ერთი პატარა გარდამავალი წამი, როდესაც საკუთარი თავი ყველა მიცის. ვაგრძელებთ საუბარს მწერალ გურამ დოჩანაშვილის პიროვნებასა და შემოქმედების შესახებ. კიდევ ერთხელ უნდა გავაგრძელოთ საუბარი, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ და ამ ყველაფერში დაგვეხმარება ჩვენ გადაცემის სტუმარი. შემოგვიერთდა პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია. დილამშვიდობის ქალბატონ ქეთევან, მოგებას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, როგორც უკვე აღნიშნეთ, ბატონ გურამს 86 წელი შეუსრულდებოდა და თქვენ შეგვახსენეთ უფრო მეტად ახლოს გაგვაცანით ბატონი გურამი, როგორი იყო მისი პიროვნება, როგორი იყო მისი შემოქმედება და ზოგადად როდიდან, რა პერიოდიდან ჩნდება უკვე მკითხველისთვის მისი ნაწარმოებები. მივესალმები დიდი პატივისცემით და სიყვარულით ჩვენს დღევანდელ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურისთვის და ქართული კულტურისთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსზე. ბატონი გურამი იყო ძალიან ბედნიერი როგორც ავტორი, ტრაგიკული როგორც პიროვნება, ვიცით მას შვილი გარდაეცვალა, მაგრამ როგორც ავტორი და როგორც მწერალი ბედნიერი გახდათ, იმიტომ რომ ის სიცოცხლეშივე ჩაიხუტა თავისმა მშობელმა ხალხმა, იმ სამშობლომ, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. ახლა ამას რატომ აღნიშნავ? არიან მსოფლიო კულტურა იცნობს ისეთ ადამიანებს და ისეთ მწერლებს და ავტორებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ, მაგრამ თავისი ქალაქისთვის მისაღები არ გახდნენ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ მისი სახელი არავის არ უხსენებია. აი გავიხსენებ ლადო გოტეტიშვილს ამ ბოლო წლებში გაჟღერდა, ბოლო 20 წელში თორე სიმბოლისტებს ეკუთვნოდა დანტე ალიგიერს, რომელიც ფლორენციამ არაფრით არ დაიბრუნა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ავტორს, ბატონ გურამს, არაჩვეულებრივს თბილ პიროვნებას, გარდა იმისა, რომ დიდი მწერალი იყო ის, როგორი სიკეთე გადმოდიოდა რა მისი თვალებიდან,
აი ეს პატივი ერგო თავისი მშობელი ხალხისგან და ის წავიდა როგორც ბედნიერი ავტორი და ბედნიერი მწერალი. ახლა ცხოვრების გზა როგორი ჰქონდა მას. თბილისში დაამთავრა სკოლა, შემდეგ აბარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1962 წელს ის ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უკვე არქეოლოგიურ გათხრებში იღებს მონაწილეობას. იქ დადის 30-მდე ექსპედიციაში მონაწილეობდა. ხა მას ხაზი იმიტომ გაუსვი, რომ არიან ორგვარი ავტორები, ერთი რომელიც მთლიანად თავის შემოქმედებას უძღვნის თავის თავს და მეორენი შემოქმედებას უძღვნიან თავს და აგრეთვე საზოგადოებრივ და ზოგად საქმიანობასაც. ის დაკავებული იყო ამ საკითხებით და შემდეგ უკვე არის 1975-85 წლებში ნათობის ჟურნალ ნათობის ცნობილი ჟურნალი იყო მოგეხსენებათ განყოფილების გამგე, პროზის განყოფილების გამგე. შემდეგ საქართველოს მწერალთა კავშირის პროზის მიმართულების ხელმძღვანელი გახდათ ის. მერე უკვე ქართული ფილმის მთავარი რედაქტორი გახდათ და იქ მუშაობდა, იქაც პროზის მიმართულებით სასცენარო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასე რომ ის დაკავებული აქტიური მოქალაქე გახდათ, ამიტომაც დაჯილდოებული იყო მერე სხვადასხვა ჯილდოებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ვაჟა-ფშაველას პრემია, რომელიც მას მიენიჭა და საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც მას მიენიჭა. ოჯახთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ქალიშვილი და შვილიშვილი ყავდა და არაჩვეულებრივი მეუღლე ქალბატონი ნათელა, რომელიც ვფიქრობ გამორჩეული მეუღლის სტატუსი შეიძლება მივაკუთვნოთ მას. ის სუნთქავდა იმ ჰაერით, იმ გარემოთი ბატონ გურამს, რაც შეეფერებოდა და იცით რა მახსენდება ქალბატონი ნათელას ცხოვრების წესიდან გამომდინარე ლიტერატურული სახელოსნო ჰქონდა ასეთი ახალგაზრდა მწერალთა წრე უნივერსიტეტში და რაღაც პერიოდი მეც ხელმძღვანელობდი. ქალბატონი ნათელა საოცარია, მაგრამ ესწრებოდა, იცით, აი სულ აინტერესებდა ვინ მოდიოდა მომავლიდან, ახალგაზრდა მწერლების ბედი. ეხლა ადამიანს ამხელა მწერალი ყავს სახში, ხომ? და უკვე ეს გზა თითქოს ერთხელ ერთად გაიარეს, არა? არა, ის დაინტერესებული იყო, მაინც რა ხდებოდა მომავლის, ასე ვთქვათ, გზებიდან და ვინ შემოდიოდა ლიტერატურაში და ეს საოცრება იყო ჩემთვის, რომ ხედავდი, რომ დოჩანაშვილის მეუღლე შემობრძანდებოდა და ესწრებოდა ახალგაზრდა პოეტების განხილვას. რთული ალბათ ხომ იყოს ამ ხელა მწერლის ადამიანის, ცნობილი ადამიანის მეუღლე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ ბატონი გურამი არაორდინალური ხასიათის პიროვნება გახდათ. სხვათა შორის ძალიან მორწმუნეს, ყველა მიცის და კეთილგანწყობილი, ყველა კეთილი საქმის მიმართ, ადამიანების მიმართ პირველ რიგში ეს მის შემოქმედებას უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგად ეტყობა, სამშობლოს მოყვარული და თავის საქმისთვის თავდადებული, მთლიანად ეკუთვნოდა ლიტერატურას და ასეთი პიროვნების მეუღლე რომ ხარ, ძალიან ბევრი რამის მოთმენა და შენი სურვილების უკან დახევა გიწევს. რა თქმა უნდა და ამას ქალბატონი ნათელა ძალიან კარგად უწყობოდა. რა თქმა უნდა, ქალბატონ ნათელას და თავისთავად ძალიან ხელი შეუწყობდა ბატონ გურამს და თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახს ბატონ გურამისთვის, ამაზე არაერთხელ თქმულა და თქვენც აღნიშნეთ ქალბატონ ქეთი და ასევე თქვა ის, რომ ძალიან მორწმუნე იყო ბატონ გურამი, ამას ისიც მოწმობს მისი ცოცხლის ბოლო პერიოდი მონასტერში იყო და მუშაობდა კიდევაც იგი სამებაშიც და შესაბამისად ძალიან დიდი კვალი დატოვა მრევლში, ვისთანაც კი მას ჰქონდა ურთიერთობა და არა მხოლოდ იმ მრევლში, არამედ ყველასთვის, ვისაც კი წაკითხული აქვს მისი თუნდაც ერთი ნაწარმოები, დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ადამიანების მიმართ, სამშობლოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა დავასახელე მის შემოქმედებაში, ფესვგამდგარია და შესაბამისად თითოეულ მათგანზე გვაფიქრებს მისი ესა თუ ის ნაწარმოები.
თვითონ გამოდის 1961 წელს პირველი მოთხრობებით ლიტერატურაში შემოდგამს ფეხს, ცისკარში იბეჭდება. მაშინ მოგახსენებათ არც ინტერნეტი იყო და არც რაღაცა ზოგადი სივრცეები, სხვა სივრცეები, მხოლოდ ჟურნალი, გაზეთებით უნდა შემოგედგა ფეხი ლიტერატურაში და აიწყება მისი ნაწარმოებების ბეჭდვა. 1966 წელს გამოდის მისი პირველი კრებული, 68 წელს მეორე მოთხრობების კრებული, პირველს მთასიკით ერქვა და შემდეგ უკვე 70-იანი წლების შემდეგ ჩვენ უკვე არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს ვიღებთ მისაც, თუმცა პირველი გამოჩენისთანავე მე ვთქვი და ვიმეორებ იქცევს ის ყურადღებას და ხდება იმ წუთასვე მისაღები, იმ დღიდან მისაღები მკითხველისთვის, როდესაც მისი ნაწარმოებები გამოქვეყნდება და ვიცით რომ ცხოვრების ბოლო წლებამდე აქტიურად გამოდის მისი ნაწარმოებები და ხა სამოსელი პირველი როგორ გაჟღერდა ვიცით რამხელა ნაწარმოები, რამხელა რომანია სპექტაკლებათაც გაკეთდა ის და ძალიან ბევრი მისი ნაწარმოები ტელესპექტაკლად იქცა. რაც შეეხება ხა ალბათ ჩეთი ვიდრე გააგრძელებთ დაუცლებად მინდა გკითხოთ რადგან მის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ უკვე განსაკუთრებულად შეიყვარა მისი ყველა ნაწარმოები მკითხველმა ბუნებრივია მთელმა საქართველოს. აი ძალიან საინტერესოა რა იყო მისი დამახასიათებელი ნიშანი მის შემოქმედებაში, რა ენით და რა ხერხით წერდა ის რისთვისაც ყველასთვის რომ გასაგები და საყვარელი იყო მკითხველისთვის. გამორჩეულად შეგვიძლია ჩვენ ვახსენოთ აი ამ მიმართულებით კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ან ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება ეს ორივე სხვათა შორის ტელესპექტაკლებად არის ესე იგი გაკეთებული კანდელაკის ზურაბ კანდელაკის მიერ და არაჩვეულებრივი გამოვიდა და რატომ ახლა თქვენ კითხვაზე პასუხის გასაცემად რატომ მოვიშველია სპექტაკლები დიალოგები აქვს იდეალური სიბრძნით და ამავდროულად იუმორით სავსე. საოცარია მისი მწერლური განაცხადები, რაც ხიბლავს, რაც გიჭერს და გამახსოვრებს. ეხლა მწერალი იმითაც გამახსოვრდება თუ მისი პერსონაჟი არასდროს არ დაგავიწყდა რა არიან მწერლები აი ნაწარმოებს წავიკითხავთ ჩვენ თითქოს კარგია ყველაფერი რიგზეა სიუჟეტიც ფაბულაც ვთქვათ მხატვრული სახეები აბსოლუტურად ყველაფერი მაგრამ გადის დრო და მისი პერსონაჟები ჩვენ არ გვახსოვს აი რაც შეეხება გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟებს ეს არის დაუვიწყარი როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს ვასიკო და მისი კლიმი კაცი რომელსაც ლიტერატურა უყვარდა აქედან მომწ როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს მისი საცოლის გახსენება მის მიერ ის იხსენებს საცოლეს რომელმაც მიატოვა ვასილი და გაყვას ხვას და პერსონაჟი ნატრობს რომ ნეტა სხვას გაყოლოდა ყოფილიყო ვინმე ან ბუღალტერი ან სათვალიანი მუსიკოსი ან მათემატიკოსი დაბნეული მათემატიკოსი არა გაყვას ზუსტად თვითკმაყოფილს როგორც მე არ მინდოდა და როგორი სიტყვითი გათამაშებები აქვს მას არა ამაში იყო ის ძალიან ძლიერი ამით ხიბლავდა ის ყოველთვის მკითხველს რომ მიდიოდა ის ადამიანური დიალოგები ურთიერთობა ერთმანეთთან ლაპარაკი რომ მიდიოდა ის და შესაბამებოდა სიტყვა ისფერი და გვერდზე მიდიოდა კაცი რომლის შინაარსიც იყო გავძეხი და მე ვიდექი გვერდზე როგორც სიტყვა მაშასადამე ხა ძალიან ლამაზად იხატება აქ სიბრძნეც არის, იუმორიც არის, ტკივილიც არის, რასაკვირველია. არ არის მისი განაცხადი, რომელსაც ტკივილი არ დაყვება თან და მიუხედავად ამისა ის ახერხებს, რომ და ასე ვთქვათ, გაგაცინოს მაინც და გაგაღიმოს და რაღაცა შეგვახსენოს ადამიანისთვის დღეა. აი ამავე ნაწარმოებში ძალიან კარგად არის, აქაც რა თქმა უნდა იუმორია გარეული, როდესაც მათემატიკას და ლიტერატურას ადარებს ერთმანეთს. საუბრობს იქ სერვანტესის დახასიათება არის თუ როგორ გამოიყურებოდა ის და რას წარმოადგენდა და როგორ ქუჩაში კი არ ასახელებს ავტორს, მაგრამ ქუჩაში თუ დგასო ორიო
და ეს დიდებული ადამიანი და კიდევ გვერდი თუ დგას მეორეო, როგორ შეიძლება ერთს მიუმატოთ ერთი იყოს ორიო და ესეც ერთი იყოსო. იგულისხმება სერვანტესი და იყოს ისიც ერთიო. აი ასეთი სიტყვად გათამაშებები აქვს მას და ძალიან დიდი სითბო რას მთავარია, აი ძალიან დიდი სითბო ნაწარმოებში სითბო დაჰყვება, იმიტომ რომ როდესაც ვასილი საუბრობს განათლების თემაზე, ბოლოს ნაწარმოები თავდება იმით, რომ კლიმისგან რა უნდა გამოვიდეს, აი იქ უკვე იდეა და მორალი ჩანს, ტენდენცია, რომელიც თქვენ მკითხეთ მიმართულებები, ხო? აი ეს ამბობს, რომ სრულიადაც არ არის საჭირო ფინანსურად რამე გამოვიდეს, ქვეტექსტი იგულისხმება ამაში, ამას პირდაპირ კი არ ამბობს, მაგრამ ჩვენ ავსწრებით, იმიტომ რომ ის ხდება უფრო უკეთესი ყოველი წიგნის წაკითხვისას და ის გამოდის კლიმი, ანუ მოაზროვნე ადამიანი. ეს იყო იდეა ძირითადად, ამისკენ მოუწოდებდა ამ ნაწარმოებში გურამ დოჩანაშვილი ახალგაზრდებს და რა არის იცით, ეს უკტავი ნაწარმოებია და მარათანამედროვე იქნება, იმიტომ რომ წიგნისკენ რომ ესე იგი მივახედოთ ახალგაზრდები, აი სწორედ ესეთი ნაწარმოებები არის საჭირო, როგორ ჩამოთვლის არა ჟიულ ვერნიდან დაწყებული ვთქვათ დიკენსით დამთავრებული კლასიფიკაციას მწერლებისას. არაჩვეულებრივი და ორიგინალური, აი ორიგინალური ხედვა თქვენ რაც მკითხეთ, რაშია საქმე კიდევ რომ პრობლემა და თემა შეიძლება ორიგინალური არ იყოს, იმიტომ რომ ყველა თემა გავლილია, მაგრამ ორიგინალურად რომ მოგაქვს ეს საკითხები მწერალს მკითხველამდე და ორიგინალურად დასმა პრობლემისა, ეს ძალიან დიდი ოსტატობაა. და იქ არცერ ლუქსები არის ამისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი, როგორ დაამწყდებს იმ ადამიანებს, რომლებსაც წიგნი არ უყვართ, რომლებიც ქუჩაში დაყიალობენ უაზროდ, რომლებსაც საქმე არ აქვთ არავითარი და როგორ ეყოლება განცხრომაში, აბსოლუტურად ხო საუზმეა ვახშამი, აბსოლუტურად ყველაფერი მიერთმევათ მათ ოღონდ წიგნი წაიკითხონ, ოღონდ განათლება მიიღონ და ოღონდ გახდნენ უფრო უკეთესები, ვიდრე ისინი არიან, ასე რომ ეს უკტავი ნაწარმოებია და მე ვფიქრობ დროსაც გაუძლებს და ყველა დროსაც იგივე შეიძლება ითქვას. თავდამქეთია რეჟისორებისთვის რამდენად საინტერესო იყო თქვათ მისი შემოქმედება, ვახსენეთ ტელედადგმები, ასევე რადიო დადგმებიც, ხო? და აი დღევანდელი გადასახედიდან თანამედროვე ყოფაში და ცხოვრებაში რეჟისორებისთვის რამდენად კარგი მასალაა სამუშაოთ, ასე ვთქვათ და ზოგადად საზოგადოებისთვის რომ მივაწოდოთ ეს საკვები სულიერი, ასე ვთქვათ, რომელიც ბატონ გურამის შემოქმედებაში გაჟღენთილია. იცით რა და აი ეს ჩვენ ვახსენეთ სამოსელი პირველი ეს შესანიშნავად შედგა რადიო პიესა გაკეთდა ლიტერატურული კითხვა ასეთ შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ის დანარჩენი პიესებიც მისი იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მათი შექმნა, რომ ამგვარადაც გურამ დოჩანაშვილი ძალიან ახლოს მიდის მსმენელთან და მკითხველთან. დიალოგი აქვს იდეალური და იქ სადაც დიალოგი იდეალურია, თითქმის პიესად ქცევა არც სჭირდება ნაწარმოებს. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება. ეხლა როდესაც იქ მოგზაურობს გრიშა და იმისთვის არის ეს კაცი გრიშა კი არ მაპატია ჩალვა და იმისთვის არის მოწოდებული რომ სამშობლო დაანახოს უგუნურ კაცს, რომელსაც არც ტკივა სამშობლო, ერთი სული აქვს, როდის გაფრინდება უცხო მხარეში და მას აქვს დიდი სურვილი რომ დაანახოს როგორ ამოდის მზე თავის ქვეყანაში, ბალახს რა სურნელი აქვს, სტუმარ მასპინძლობა როგორია საქართველოში, როგორ ჩაიყვანს იქ ჭიათურაში და უცხო გლეხს როგორ მიაყენებს ღამის 3 საათზე. აი ამ ყველაფერს ქართულ სინამდვილეს, ქართულ ყოფას, ქართულ სურნელს უნდა რომ აზიაროს, ეს ყველაფერი დიალოგების სახით მიდის. დიალოგებით მიდის ესა რა ქვია, შალვას და სიმას, ეგრეთ წოდებული გერასიმეს ურთიერთობა. ამიტომ ეს გამზადებულია ნაწარმოები, უკვე გამზადებული და ძალიან დიდი ოსტატობაა, როდესაც დიალოგი შეუძლია ასე მართოს მწერალმა. ოჯახს და სამშობლოს ჰქონდა
მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ამის შესახებაც რომ გითხრათ რა ვუყურებთ. აი სწორად ეს არის ეს ნაწარმოები ბოლოს ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება სამშობლოზე ოჯახს როგორც ემსახურა ის ვიცით ჩვენ და როგორი ერთგული და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ მეუღლეებს და სამშობლოს თემა როგორ ფაქიზად აქვს გააშღერებული არის ამ წერლები იძახიან სამშობლო და უპირველესად მოაქვთ ამით იწყებენ და ამით ამთავრებენ რამდენს ლაპარაკობს შალვა და როდესაც ეუბნება სიმა რა რისთვის მომიყვანე აქ რისთვისო რას ვერ ამბობო სიყვარულისთვის მოგიყვანეო და ეს არის ერთი რამის სიყვარული რომელსაც დაფარვა ჭირდება იმდენად ფაქიზიაო იმდენად ნაღდიაო რომ ამას ესე ვერ გააჟღერებო ესე იგი მას ძალიან სტკივა ძალიან უყვარს და ყველა ნაწარმოებში ეს არის თითქმის და მერე უკვე სამოსელ პირველს თუ მივადგებით იქ უკვე მთელი სამყარო საუფლო, ასე ვთქვათ, ძეშეცდომილი და ბიბლიური მოტივები შემოდის. ამ ყველაფერს ემატება უკვე მთელ სამყაროსთან გაჭრა და ეს ნაწარმოებიც ერთ-ერთი რომანიც უბრალოდ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი არის მის შემოქმედებაში. თუ გვექნება გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ ქალბატონო ქეთევა მიუხედავად მისი პიროვნებისა, მისი ნაწარმოებებისა, ხომ მისი ამ სილაღისადაც იკეთის ამას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ხომ მამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, რომ აი მიუხედავად აი ამ სიმძიმისა, მაინც როგორ ახერხებდა რომ ყოფილიყო და დარჩენილიყო ასეთი პიროვნება. ყველაზე დიდი სიმძიმე სამშობლოს გაუბედურების შემდეგ შეიძლება იყოს შვილის გარდაცვალება. ამაზე დიდი სიმძიმე მე მგონი არ არსებობს და მეორე შვილი იყო მისი ყავს ქალიშვილი ქეთევანი, ქეთო ეძახოდა მას, მერე იყო ირაკლი, ოჯახში ქეთევანი დაბადებული არის 66 წელს, როცა მისი პირველი კრებული გამოვიდა, 2 წლის შემდეგ ირაკლი დაიბადა, სრულიად ახალგაზრდა ბრმა შემთხვევით, მას არ უავად მყოფია, ახალგაზრდა ბიჭი, 22 წლის თუ არ ვცდები, გარდაიცვალა და დაიბარა კიდევაც რომ შვილის გვერდზე ყოფილიყო დაკრძალული და მთელი ცხოვრება მან ეს ტკივილი ზიდა, ეს ტკივილი ატარა. უგონდა რასაკვირველია იცოდა რომ იქ-ზეციურ სამყაროში რა თქმა უნდა ერთმანეთს შეხვდებოდნენ. სწორედ ამ თემების წამოჭრაც არის მის ბოლო ნაწარმოებში მთლიანი სამყარო უფალი მამა კი არა მამა უფალი არის გაიგივებული მამასთან, როდესაც დომენიკო და გვეგვეს ისტორია იწყება უფრო დომენიკოსი და ის მოგზაურობა ამ სამყაროში აქვს მას მერე დაწერილი. აი ჩვენი საუბრის ბოლოს პოზიტიურად დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და შევაჯამოთ ერთგვარად დღევანდელი ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიტყვები ახსენეთ წერან ქალბატონ ქეთევან ნაწარმოები რომელიც არის მარად თანამედროვე. თავად წერალზე მინდა გკითხოთ როგორ ახერხებს როგორ შეიძლება მოხერხოს ადამიანმა რომ იყოს მარად თანამედროვე ყველა დროში რომ პოპულარული იყოს მისი ნაწარმოები და შემოქმედება. იცით რა არის ბევრი რამ უნდა უბოძოს უფალმა. აი სწორედ იმ უფალმა რომელსაც მისი რომანი ეძღვნება ბოლოს და ბიბლიური მოტივები აქვს შეტანილი და ეს ნიჭი შეიძლება გიბოძოს უფალმა, მაგრამ შენ მოიქცე ისე რომ ეს ნიჭი წაგერთვას. ამის შესანიშნავი მაგალითად დიდი ნიმუში არის ვაჟა-ფშაველას გველის ჭამელი, იმიტომაც მიხარია რომ ვაჟა-ფშაველას პრემიით იყო დაჯილდოვებული და იცით რა არის თავისი ცხოვრების წესითაც ნიჭთან ერთად. ეხლა ნიჭს უფალი მისცემს ადამიანს, ამას ვერც იპოვი, ვერც იყიდი, ვერც იშოვი, ვერც გაჩუქებენ ხომ? მარტო უფალს შეუძლია ეს გიბოძოს და წაგართვას, მაგრამ მას ეს არ წაერთვა. იმიტომ რომ მან ეს დაიმსახურა როგორც პიროვნებამ, როგორც მოქალაქემ, როგორც მეუღლემ, მამამ, ბაბუამ და სამშობლოს მოყვარულმა კაცმა, ასე რომ გურამ დოჩანაშვილის სახელი ქართული ლიტერატურის საგანძურია და სამკაულიც. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენკელია. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. სოფიო კუჭავა და გეგინე ფსიძვერიძე მუშაობდით თქვენთვის. მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდე. ნახვამდის.